გოგოებო, სიმართლე რომ გითხრათ, საერთოდ არ მიხარია, რომ ზიპი ახლა ჩვენ სკოლაშია. არ არის სახალისო მისი დანახვა თავის ახალ შეყვარებულთან ერთად. დიანა, ზიპზე არ იფიქრო, ტიმური რა კარგი ბიჭია, მას დაუბრუნდი. ხო, დიანა, მართლა, დაუბრუნდი და ზიპი დაივიწყე. და ზიპზე საერთოდ არ დარდო და ზიპის შეყვარებულზე მგონი აქ დიდხანს არ იქნება. დიანა, მართლა გეუბნები, ტიმურს ერთ ჩანსაც თუ მისცემ, იგივეს არ გაიმეორებს, შეხედე. კნოპა. ტიმურ, ეს რა არის? მას რა გავუგეთე? მოიცა ეს აფრიკული ნაწნავებია? ხო, დაახლოებით. გოგოებო, თქვენი ბანანის ლატე. აი, ჩემი ლატე სად არის? მალე გაკვეთილი მეწყება. რაია, მოიცადე. ისე მეგობრებო, რაიანი აღარ ვარ. ახლა კენი მქვია, ჩემი ახალი სახელია. რა, მეგობრებო, გაიგონეთ რა თქვა? ხო, კენი. კენ, შენი ბარბი სად არის? ხო, კალბურთელებო, როგორ შანს თქვენი გონებას კალბურთმა შეიწირა. ახლა ამის დრო არ არის, ჩემ ბარბის ვიპოვი. აი, მეგობრებო, ხო გაიგონეთ ბარბის იპოვის. არა, კენი მართლა ზედმეტია. ხო, თავისი ზედმეტად უყვარს. გოგოებო, ჭიქები აიღეთ. მადლობა აის. ისე დიანა, დღეს ვარჯიში გვექნება? კნოპა, რა თქმა უნდა. ალექსა, შენ და მასკოტ შორის რა ხდება? მთელი დღე მწერს, მეკითხება გვექნება თუ არა ვარჯიში, მგონი შენი ნახვა უნდა. ძალიან კარგად შეეწყობით ერთმანეთს, ვიცი, იმიტომ რომ მასთან ვიყავი, მაგრამ არ გამოვიდა, მაგრამ თქვენ 100%-ით გამოგივათ. მე და მასკოტს დაგვანებეთ თავი, კარგი ბიჭია, საყვარელი, მაგრამ მეტი არაფერი. ალექსა, უბრალოდ გული არ გაუტეხო, თორემ ჩვენთან ვარჯიშს შეწყვეტს. გოგოებო, ჩემს ურთიერთობას მე გავუმკლავდები, კარგით? თქვენ უღარ ჩაერევით. კარგი, ალექსა, გავიგეთ. საწყალი მასკოტი. ხო, ალექსა, ძალიან ცივი გული გაქვს. ეს ბანი მარტო ბიჭებზე ფიქრობენ. როცა ტვინი არ გაქვს, ეგ არის რაზეც ფიქრობ, ბიჭები. ხო, და სანამ ესენი ბიჭებზე ფიქრობენ, ჩვენ ვიმეცადინოთ და ვუჩვენოთ. ხო, ლეილა, 100%-ით. კენ, შენი ლატე. ის მადლობა და ასევე მადლობა, რომ ჩემს სახელს იყენებ. მეგობრებო, არ გინდათ ბაჭიებს ნერვები მოუშაოთ. როგორ აბა? ხო, ხედავ, არც გვიყურებენ. ჯობია საერთოდ არ შევეხოთ. არა, მოდი ვცადოთ. ვირთხებო. რა? ვირთხებო, დღეს ძალიან კარგად გამოიყურებით და ძალიან კარგი სურნელი გაქვთ. მადლობა, ტიმურ! ის. რაღაც არ მისმის დაგავლეს და რომ ლატე დარიჩინით მიყვარს. დარიჩინი სად არის? მომისმინე კენ, უკვე მეც ძალიან მაღიზიანებ. დარიჩინი შენით ჩადე. გოგოებო, ეს დაინახეთ და მეუბნებოდით, რომ ერთი შანსი მიმეცა კიდევ. რა არის ეს? გაოცებული ვარ მართლა. დიანა, იცი რა, ყველა დაივიწყო და მართლა ზიპთან ერთად იყავი. და მე ზიპის შეყვარებულს რას ეტყვის? ბოდიში გაიწიე? ვირთხებო, თქვენთვის უკვე ნათქვამი აქვთ, რომ სკოლაში ყველაზე ლამაზი გოგოები ხართ. ეგ ვიცით. ვა, მართლა მუშაობს, შეხედე ბაჭიებს როგორი გაკვირვებულები არიან. ხო, ძალიან მაგარია. ოჩახ ტიმურს. იცით რა გოგოებო, მგონი დრო აქედან წავიდეთ, აქ არაფერი გვესაქმება. ხო, მართალია, წავედით. ვივარჯიშოთ, ცოტა სიბრაზე გამოვუშვათ. ხო, ნასტია, შენ ჩვენი ახალი სლოგანი უნდა ისწავლო. ბიჭებო, ამ საღამოს თავისუფლები ვართ. იქნებ კინოში წავიდეთ. არა, ჩვენ არ გვცალია. ლეილა, ეს რა იყო? გიჟები არიან. მეგობრებო, ეს დაინახეთ. ხო, მართლა ისეთი გაღიზიანებულები იყვნენ, რომ ვეღარ გაუძლეს და საერთოდ წავიდნენ. ტიმურ, ოჩახ. მოკლედ, ყველა გოგოს ასე უნდა მოვიქცეთ და ბაჭიები აქეთ გამოგვეკიდებიან. ხო, დაინახეთ როგორც მუშაობს. კარგი, მაშინ მე ჯულის დაველაპარაკები. არ ვიცი, შეიძლება ბაჭიებმა ერთდღე როჯერი ეჭვიან, მაგრამ არ მგონია რომ მაინც ჩვენ შემოვხედო. გოგოებო, არ მესმის, ჩვენი შეჯიბრისთვის კოსტუმების იდეა მარტო მე უნდა მოვიფიქრო, თქვენც იფიქრეთ თუ შეიძლება რა არის, არ მცალია. ბლონდი, ჩვენ დრო არ გვაქვს. ხო, არც მე არ მაქვს დრო. შენ კაპიტანი ხარ, გავუმკლავდი. დი, მასწავლებელმა იქ დაელაპარაკე, რა უნდა რომ გამაგდოს. წავიდეთ, არ ინერვიულო. ვიცი რომ მე ვარ კაპიტანი, მაგრამ ასი ხელი არც მე მაქვს. ეს თაროები ისევ არეულია. გამარჯობა მასწავლებელმა იქ. ახლა დაკავებული ხართ? დიმა, აქ თუ ლორენზე სალაპარაკოდ მოხვედი, აზრი არ აქვს. ის სკოლიდან მიდის. დიმა, რატომ მიჩხუბე? ეგ არ უნდა გექნა. ხო, გავიგე. მასწავლებელმა იქ, ლორენი ასე არასდროს აღარ მოიქცევა. დიმა, არ მესმის, ლორენი ვერ ილაპარაკებს, შენ მის მაგივრად რატო ლაპარაკობ? ხო, ლორენ, მართლა მიდი შენი ლაპარაკე. მასწავლებელო მაიკ, მაპატიეთ, გთხოვთ, მეც გაოცებული ვარ რომ ვიჩხუბე, უბრალოდ ასე მოხდა. თავგადასავლები გეძახდა, ხო? კარგი, არა უშავს, დაგიძახოს თავგადასავლება, მაგრამ სხვა სკოლაში. რა, ერთ ჩანსაც აღარ მომცემთ? დიმა, ლორენი თუ წავა, მე და შენ ერთად ვიყავთ? არა, ის უნდა დარჩეს. მოკლედ, ხვალ შენი მშობლების სკოლაში უნდა მოვიდნენ. მასწავლებელო მაიკ. აქ დარჩენა, ხო გინდა? კი? ხო და ხვალ შენი მშობლებს ველოდები. კარგით რა. ლორენ, შენი მშობლები ცოტას გიჩხუბებიან, მაგრამ არა უშავს, მთავარია რომ ამ სკოლაში დარჩები. დიმა, მშობლები ტელეფონს წამართმევენ და გარეთ აღარ გამიშვებენ. ლორენ, იქნებ მართლა უბრალოდ წახვიდე სკოლიდან. შანსი არ არის, ჩემი ადგილით დაკავება გინდა არ გამოგივა. კარგი, აქ არის ჩხუბოთ, წავიდეთ. ნახომდის მასწავლებელმა იქ. კარგია, რომ ესენი ისევ აქ არის.
ნახავთ, ბანის არ დაუბრუნდები. ჯერ მწვრთნელმაებიმ გამაგდო, მერე ჩემო საუკეთესო მეგობარმა მიღალატა. გთხოვთ, მიმიღეთ თქვენთან. არა, მერი, ჩვენ მარტო ხელებს არ ვიღებთ. ხო გვეშინია, რომ ჩვენ შეყვარებულებს მოიპარავ. დამიჯერეთ. არავის, ანუ არანაირი ურთიერთობა არ მინდა. მართლა კარგად ვარ, ჯული. არა, მერი, ბანის არ ვენდობით, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი ბანი ხარ. და ისე რა თუ არა ყავთ? ხედავ, მერი, ბროვასტის უკვე მოსწონ ხარ. კარგი ლუზერებო, იყავით როგორც ხართ. ბაყაყებო, თქვენ ხომ არ გჭირდებათ ახალი ჩირლდერი, რა სიტყვით. ყოფილ ბანის ჩვენთან არაფერი ესაქმება. კარგი, მაგრამ ასე ნუ იჩქარებთ, გამოსადეგი ვარ. რანაირად ხარ ჩვენთვის გამოსადეგი? იტყუება უნდა რომ ვიღაცა შეეტენოს. ჩუმად ისაუბრე. მე ვიცი ბანი რას გააკეთებს შეჯიბრზე, შემიძლია გაჩვენოთ. კარგი, მერი, არ ვიცი, დავფიქრდებით. ჯიჯი, მეგობრობა. არა, პატრე, კიდევ ფიქრობ. არა, ჯიჯი, შენ არაფერს არ ფიქრობ, უბრალოდ მაწვალე. ჯიჯი, ნუ აწვალებ, შენ შეყვარებულს. ჯერ ერთი მე და პატრიკი დავშორდით და ახლა ველოდები რომ შეიცვალოს. ჯიჯი, ფრთხილად იყავი, თორე მერის პატრიკი მოეწონება. ამაზე არ მიფიქრია. ხო, ჯიჯი, დავფიქრდი. გამარჯობა, მერი. პატრიკ, მერი არც კი გიყურებს, ბაყაყებს ელაპარაკება. გოგოებო, გთხოვთ შეამოწმეთ, აქ ზიპი და მისი შეყვარებული არიან თუ არა. დიანა, კარგი რა. ხო, გთხოვთ, კარგი. აბა, დიანა, არავინ არ არის. გაკვეთილი აქვთ. კარგი, ჩქარა შევიდეთ. მალე. გამარჯობა, მასკოტ. გოგოებო, გამარჯობა, ძლივს მოხვედით. ალექსა, შენ მოიფიქრე? გოგოებო, მოდით ვივარჯიშოთ. მასკოტ, რაღაც გავიგეთ. ალექსას ნუ აძალებ, როდესაც მზად იქნება, მაშინ გეტყვის, კარგი? მასკოტ, რამდენჯერმე დაველაპარაკეთ, მაგრამ ძალიან ცივად გუპასუხა. დრო მიეცი, რომ დადნეს. გოგოებო, ვივარჯიშოთ. 1 2 3. ალექსა, მაინც ჩემი იქნება. ნასტია, აქ გვიყურე და დაიმახსოვრე. კარგი, გოგოებო, მასკოტ, ვიწყებთ. ბურთი მაღლა აფრინდა, ჩვენ მეგობრებს ბალეში ყოფთ. გამარჯობა, აუცილებლად ჩვენი იქნება. კარგი, დიანა, გავიგე, მზად ვარ. არა, ნასტია, კიდევ ერთხელ გვიყურა, რომ ყველაფერი იდეალურად იყოს. ბურთი მაღლა აფრინდა, ჩვენ მეგობრებს ბალეში ყოფთ. გამარჯობა, აუცილებლად ჩვენი იქნება. ვერ ხვდები რა დავაშავე. ზაკატ, არასდროს გაპატიებ ამ კლასიდან რომ გამოგვაგდონ, მე ხომ მისი პრეზიდენტი ვარ. ზაკატ, ეს რატომ თქვი? უბრალოდ ხუმრობა იყო. ხო, შენ იხუმრე და ჩვენ კი გამოგვაგდეს გაკვეთილიდან. ხო, რა უნდა ვქნა სკოლიდან თუ გაგვაგდები? ბოდიში მეგობრებო, მართლა არ მეგონა რომ მასწავლებელს ასეთი რეაქცია ექნებოდა. ახლა უნდა ვისხდეთ და ველოდოთ, როდის დაგვიძახებს დირექტორი. სალინა, შენი ბრალი არ არის. ჩემი ბრალია, იმიტომ რომ მე ვარ პასუხისმგებელი მთელ კლასზე და ამ სულელზე. ჩემი ბრალი არ არის, რომ მასწავლებელს იუმორის გრძნობა არ აქვს. მე უბრალოდ ხუმრობდი. ხო, უბრალოდ ხუმრობდი. შენი აზრით ნორმალურია მასწავლებლისთვის იმის თქვა, რომ მწვანეთმა უფრო მოუხდება. ჩვენ ზომბები ვართ და ლოგიკურად მასწავლებელი ზომბი უნდა იყოს. ზაკატ, ჩვენ ხომ ზომბების სკოლაში არ ვწავლობთ, უნდა გიხაროდეს და ამაყობდე, რომ აქ მოხვდი საერთოდ. ხო, მართალია, ეს ჩვეულებრივი თინეიჯერების სკოლა არის. ხო, კარგი გასაგებია, ძალიან მიხარია, რომ ამ სკოლაში ვსწავლობ და ასე არასდროს აღარ ვიხუმრებ. ზიანა, ამ სკოლაში ყველაზე ლამაზი ხარ. უი, აქ რას აკეთებთ? მორჩა გაკვეთილი? ზიპი სად არის? ზიპი გაკვეთილზეა და ჩვენ გამოგვაგდეს. ამის გამო. ზაკატ, ძალიან მომწონს როგორი მე ამბოხე სულისკვეთებას გაქვს. წამო კაფეში რამე დავლიოთ. აქ რატომ სხედხართ? ვერ წავალთ. არიცი რატომ? ხო, მაგრამ მოიქეცი. ხო. მე შემიძლია. არა, აქ დარჩები. დირექტორმა რომ დაგვიძახოს? ხო, ზაკატ, შენ გამოცუდად გრძნობ თავს. ძალიან მოსაწყენები ხართ. კარგი, აქ დარჩით. სალინა, შენ ჩემი გაკონტროლება არ შეგიძლია. მე კლასის პრეზიდენტი ვარ და ძალიან კარგად გაკვირდები რომ იცოდე. გასაგებია. ამას შეხედე აქ რას აკეთებს? მის მან ვერ შეხვალთ. მე სადაც მინდა იქ წავალ. საკუთარი თავი ვინ გონია? მე ამბოხე? დირექტორს უნდა ვუთხრათ. გამარჯობა. აბა ზიანა, ხომ არ მოგიფიქრებია ჩვენს გუნდზე? თქვენს გუნდში არ ვიქნები. ვა, გამარჯობა. შეიძლება შევიდე? შეიძლება შენი სახელი გავიგო.
მოიცა შენ დიანას კლონი ხარ? დაივიწყე შენი არ არის. ეს სიპის შეყვარებულია. რა ქვია? მე შეყვარებული მყავს, არ გეშინიათ? ვისი უნდა მეშინოდეს სიპის? სიპის არ მეშინია. და ისე მე სმაილი მქვია. კალაბურთელი ვარ. და ჩვენს კალაბურთელები ვართ. მისმინე ალექსა ხვალ მასკოტს თუ არ დასთანხმდები შენს ნაცვლად მე გავაკეთებ ამას. არა, მინდა რომ ვიფიქრო ჯერ. ხო და უფრო ჩქარა იფიქრე. გოგოებო, შეხედეთ. ეს ის არის? ვაიმე, კი, ის არის. ჩვენ სკოლაში ყველაზე მაგარი სპორტსმენები ვართ. და ეს ჩვენი კაპიტანია სმაილი. და მე კიდე სმაილის ძმა ვარ. უკნიდან ძალიან მაგარი ჩანს და წინიდან როგორ გამოიყურება, ასევე ძალიან კარგად. აუ, რა კარგი სხეული აქვს და კარგად აცვია. და შეიძლება რომ ნომერი გამოგართვა. მისმინე იცოდეს ზიპი დაგირეკავს, ჩემგან თავის შორს დაიჭირე. სმაილს უარი უთხრა. გოგოებო, მინდა რომ მას ვგავდე. რა? დიანა, რა? ხო, ძალიან მომეწონა როგორც ეცვა. სმაილ ხედავ, გოგო მოარი გითხრა. არა უშავს, ასე მერჩუნა. მიდი ჩქარა. გაინძერით. დიანა, უნდა გადააკოპირო? ალექსა არ მაგარდებს, ყველა მე მაკოპირებს ისედაც. ჩანდაბა, დიანა, შენ ისეთი ლამაზი ხარ, შენი თავი უნდა იყო. არა გოგოებო, უბრალოდ მისი სტილი მომწონს, დამთავრდა. კარგი დიანა, მაგრამ ამისგან რას მიიღებ? ვიცი, დიანას ეშინია რომ ზიანა ყველა ბიჭს მოიპარავს ამ სკოლაში. არა, ყველას ვერ მოგტაცებს. გოგოებო, დარწმუნებულები ნუ ხართ. დიანა ძალიან ცუდი იდეაა. არა გოგოებო, კარგი იდეაა, კაფეში შევალ და ის გაოცდება. სერიოზულად. დიანა, აქ არ არის. აუ, ჯანდაბა. დიანა, ეს რა არის? სკოლაში ასე რატო გაცვია?იანა, შეხედე. მან გადაწყვიტა რომ ის დაეკოპირებინა? მოღალატე. რა კოშმარია. დიანა, გადაწყვიტა რომ ზიანას გაუსწრო სილამაზეში? არ შეგიძლია, ის უფრო მაგარია. ხო და ეგ სტილი შენ არ გიხდება. ბაყაყებო, მხოლოდ მე ვწყვეტ ჩემი სტილი რა არის და რა ჩავითომ გასაგებია? გოგოებო, წავიდეთ, უნდა შევხვდე. დიანა, რა, არაფრისთვის გამოვეწყე? დიანა, იცოდე, მე ამის ახსნა მოგიწევს. მასწავლებელმა იკეს დაკოპირება. ხო, ვიღაცას აკოპირებს. ზიანა. გამარჯობა ზიპ? ზიანა. არა, მე დიანა ვარ. ვა, დიანა, ჩემ შეყვარებულ ზიანას ძალიან გავხარ. ხო, და რას ფიქრობ, მიხდება? ხო, სიმართლე რო გითხრა, ძალიან გიხდება. დიანას უბრალოდ შენ შეყვარებული სტილი მოეწონა. სხვათა შორის ზიპ, შენ შეყვარებულს უთხრა რომ ყველა ბიჭი სკოლაში არ ეფლირტაოს. ზიანას უკვე სმაილი მოეწონა. ხო, იქნებ წყვილები გაცვალოთ. დიანა ზიპთან, ზიანა სმაილთან. ხო, მაგარი იქნებოდა. საინტერესო შემოთავაზებაა. აი, ეგ არ მოხდება. მიდი და იპოვე შენი ზიანა. იქნებ ტუჩსაცხს ისწორებს ისევ. ბავშვებო, თქვენ დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერთ არხი და დააჭირეთ ზარს. კარგი, ახლა უნდა წავიდე და შევხვდე იმას. წავედი. კარგად. ზიანა. აქ არ არის. არა, ესენი არ მომწონს, ძალიან ბევრი პრობლემაა.